ამდენი ხანი რატომ დასჭირდა სიტუაციის განეიტრალებას და გამოხმას ფაქტობრივად გამთენიისას მოხერხდა მხოლოდ ტერიტორიის გათავისუფლება. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ მოხდა ნამდვილად ძალიან ცუდი ფაქტი ბათუმში. ყველანი თელი ღამის განმავლობაში არავის არ გვეძინა, ყველა ვიყავით გარეთ. მე სულ რაღაც 3 საათია რაც დავბრუნდი ქალაქში. თქვენ ხედავთ, რომ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ხდება, მოწესრიგება ხდება, თუმცა ცალსახად მე მინდა აღნიშნო, სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ სამწუხაროდ მოხდა და განვითარდა ბათუმში. სამწუხაროდ ჩვენ აქ ხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავთ გუშინ კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ვერ დაუშვებთ და არ დაუშვებთ ვანდალიზმს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყოს ჩართული აი ამ მსგავს აქციებში. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა სამართლიანად მივუდგეთ. ჩვენ უნდა დავაცალოთ სამართალდამცავ ორგანოებს კვალიფიციურად, ხარისხიანად, დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნა. პირველ რიგში ჩვენ ხალხთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად. ჩვენ აგვირჩია ჩვენმა მოსახლეობამ, ნდობა გამოგვიცხადა ჩვენმა რეგიონის მოსახლეობამ და მე არ დავუშვებ, ჩვენ არ დავუშვებთ მსგავს ფაქტებს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ბოლომდე შევისწავლით თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ერგა სათავეში, თუ ვინ მოახდინა პროვოცირება. და პირველ რიგში დაველოდოთ მაინც გამოძიებას და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე ცოტა შევიკავებდი თავს დამატებითი კომენტარები. ბატონო, თქვენ ამბობთ რომ არ შეეგუებით, მაგრამ ბევრი საათის განმავლობაში ფაქტობრივად ეგუებოდა, ხო? ანუ და უყურებდა ან სამინისტრო გავლენები, ან ამხლებდნენ, ანგრევდნენ, ცეცხლებს ისროდნენ და ანუ ფაქტობრივად არაფერი არ აკეთებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ტომრებით მოხდათ. ვის მოხდა ტომრებით? ზუსტად აი ამას გამოიძიებს გამოძიება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს სიმშვიდისთვის, სტაბილურობისათვის, მომავლისათვის და განვითარებისათვის. თქვენ სად იმყოფებოდით ახსენეთ, რომ 3 საათია დაბრუნდით ქალაქში? მე არ ვიმყოფებოდი, თქვენ ალბათ მომსწრებთ იმისი, რომ მე პირველი კომენტარი გავაკეთე ქალაქ სტამბულის აეროპორტში. მთელი ღამის განმავლობაში მე 1 წუთი არ შემიწყვეტია კონტაქტი. მუდმივ კონტაქტზე ვიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ქვეყნის ხელისუფლებასთან. მაქსიმუმი გაკეთდა, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მშვიდობიანად დასრულებული იყო ეს ოპერაცია. ვის მიერ იყო მართული პროცესები? მოუწოდეთ არა, όπως თქვით რომ იყო საუბარი, ამაზე მიიღეთ პირობა, რომ ეს ადამიანები გათავისუფლებული იყვნენ. მათი გათავისუფლების მიუხედავად ჩვენ ნახეთ წაკიდებული მაგალითად. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი თხოვნა ამ შემთხვევაში არასწორი იყო? არ ვფიქრობ, ნამდვილად იყო ესეთი თხოვნა. მე მივიღე გადაწყვეტილება პირადად მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით, რათა განთავისუფლებული ყოფილიყო ეს ჩვენი 6 თანამემამულე. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას, იყო გათვალისწინებული ჩვენი თხოვნა და 6 ადამიანი განთავისუფლდა საპატიმრო. რამდენი ადამიანია დაშავებული ინფორმაციას? ამ ეტაპზე 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვფიქრობ უახლოეს საათებში ისინი გამოიწერებიან ესენი არიან მოქალაქეები, სამართალდამცავები, მადლობა გმერთ უკვე გამოიწერენ და დღესდღეობით სამყოფში არიან. რამდენი დაშავდა? ჯამში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 32 ადამიანი დაშავდა.
თქვენ მართული პროცესია. გავხო ასე, რომ ეს პროცესი იყო ორგანიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არავინ არ უნდა ისარგებლოს ამ პროცესებით. მე თავ შევიკავებ კონკრეტული დამატებითი კომენტარებისგან დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე კომენტარს არ დავწერე. მადლობთ.